წიგნი, რომელიც შეიძლება ითქვას მოდერნისტული ლიტერატურის ნამდვილი კლასიკაა და ისეთ წელებზე აქვს გავლენა, როგორც არის ალბერ კამიუ, ფრანც კაფკა, ვირჯინია ვულფი თუ სხვები. მე-19 საუკუნის ბოლოს გამოცემული წიგნი, რომელიც შეიძლება ითქვას ყველა იმ ელემენტს შეიცავს, რაც ზოგადად მოდერნიზმს და ამ მიმდინარეობას ახასიათებს ლიტერატურაში. როგორც არის მაგალითად ცნობიერების ნაკადის ტექნიკის წერა, სულიერი კრიზისი, რომელიც შეიძლება ადამიანს ახასიათებდეს, იდენტობის ძიება, ფსიქოლოგიური თუ მენტალური პრობლემები და ცნობიერების დაშლა და ასე შემდეგ. ყველა ეს თემა შეიძლება ითქვას არის თავმოყრილი იმ წიგნში, რომელზეც დღეს მინდა რომ სიტყვით გესაუბროთ, ეს არის კნუდ ჰამსუნი შიმშილი. წიგნი, რომელიც არის ახალგაზრდა მწერალზე, დამწყებ მწერალზე, რომელიც საკუთარი აღიარების და დიდების მოპოვებას ცდილობს იმით, რომ გამოაქვეყნოს სტატიები გაზეთში. თუმცა ის დგას ისეთი გამოწვევის წინაშე, ისეთი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე, როგორც არის შიმშილი. ანუ მის სტატიების წარმატება არ ხვდება საწყის ეტაპზე გაზეთებში და ის ცდილობს, რომ რაღაცა გადარჩენისთვის იბრძოლოს უბრალოდ. და ის დახეტიალობს ამ ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, მაშინდელი კრისტიანიას ქუჩებში იმისთვის, რომ ლუკმაპური იშოვოს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ კაცს აწუხებს ასეთი პრობლემები, მას ეთაკილება რაღაც თვალსაჩინით და უჭირს გადააბიჯოს საკუთარ თავმოყვარეობას და სიამაყეს და მოითხოვოს მოწყალება ადამიანების მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ მას კუჭი შიმშილით უხმება, ბოლო გროშებსაც კი, რომელიც მას გააჩნია, მოწყალების სახით გასცემს ზღვაზე. თითქოს ამით თავის თავს უნდა დაუმტკიცოს, თუ როგორი მაღალწნეულობრივი ადამიანია და როგორ ცდილობს ის რაღაცა უფრო მაღლა დადგეს ისეთ წვრილმან საკითხზე, როგორც არის მაგალითად ფიზიკური შიმშილი. ადამიანი, რომელსაც ეზიზღება უბრალოდ ბიურგერული საზოგადოება, რომელშიც უწევს ცხოვრება. ანუ ის მოწყობა და ის წესრიგი, რომელსაც იქაური სამოქალაქო საზოგადოება აწყობს. ანუ ის მიდგომა ადამიანებისა, რომ ფული, წარმატება და ეს რაღაცა მატერიალური უზრუნველყოფის მოპოვება, რომელსაც ცდილობენ ადამიანები, ეს მიდგომები მას უბრალოდ ეზიზღება და არ მოსწონს და ეს იწვევს კიდეც რაღაც თვალსაჩინით მის სოციალურ იზოლაციას და გაუცხოებას საზოგადოების მხრიდან. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მას ეს ახასიათებს, ბუნებრივია ბოლომდე შეუძლებელია გათავისუფლდეს ადამიანი იმ საზოგადოებისგან, რომელშიც ის ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ მას ეს ყველაფერი ეზიზღება, მასაც სურს ფული, მასაც სურს სტაბილური შემოსავალი, თუმცა ეზიზღება ის წესები, ის თამაშის ის წესები, რომლითაც არის შესაძლებელი ამ ყველაფრის მოპოვება. ამიტომ ის სრულად იზოლირდება საზოგადოებისგან და საბოლოო ჯამში ის ტოვებს კიდეც ქალაქს და მიდის უბრალოდ მუშად გემზე, რომელიც კაცი, რომელიც აპირებდა წელად შედგომას, აღიარების და დიდების მოპოვებას, ის თანხდება იმას, რომ უბრალოდ მუშად დაიწყოს მუშაობა გემზე და დატოვოს ქალაქი. ეს წიგნი არის არა მხოლოდ შიმშილზე ბუნებრივია და ფიზიკურ შიმშილზე, თუმცა მწერალი ძალიან ნატურალისტურად აღწერს ზოგადად იმ პროცესს, რაც შეიძლება შიმშილმა ადამიანს დამართოს და რას იწვევს ის ადამიანის ორგანიზმში, ჰალუცინაციამდე როგორ შეიძლება მივიდეს და აქ არის სწორედ გამოყენებული ის ცნობიერების ნაკადის ტექნიკა, სადაც ხშირად შეიძლება მკითხველს გაუჭირდეს იმის გარჩევა, სად თავდება ზოგადად რეალობა და სად არის ჰალუცინაცია და გამოგონილი ამბავი, რომელიც შეიძლება უბრალოდ მშიერი კაცის ტვინში ეხარშებოდეს. ეს არის მეორე მხრივ სულიერ შიმშილზე, რომელიც ნებისმიერ ეპოქაში შეიძლება ნებისმიერ ადამიანს ახასიათებდეს, როგორც არის საზოგადოების მხრიდან აღიარება, პატივისცემა და დაფასება. ამის მოთხოვნილება ალბათ ნებისმიერ რაციონალურ ადამიანს გააჩნია. და ფინალი, რომელსაც გვთავაზობს მწერალი, ბევრად შეიძლება იქნეს გაგებული, ერთის მხრივ ის, რომ ის უბრალოდ ნებდება და მიდის ქალაქიდან, ანუ ნებდება იმ ცხოვრების იმ მოწყობას, რომელიც მის წინაშე დგას, ფარხმალს ყრის და მიდის ქალაქიდან, ან მეორენაირად შეიძლება იქნეს გაგებული, რომ ის უბრალოდ თვალს უსწორებს რეალობას, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა ილუზია, რომ შემდგარ იყო მწელად და მოეპოვებინა
აღიარება დიდება, ის უბრალოდ თვალს უსწორებს იმ მოცემულობას, რომელშიც ცხოვრობს და თანხმდება ისეთ ერთი შეხედვით მისთვის სათაკელო საქმეზე, როგორიც არის უბრალო მუშად შედგომა. ბევრნაირად შეიძლება ეს ფინალი მკითხველმა გაიგოს, მასზე არის ამის ინტერპრეტაცია დამოკიდებული, ბუნებრივია, თუმცა შეიძლება ერთის მხრივ გაგებული იყოს გაქცევა ქალაქიდან როგორც დანებება, მაგრამ მეორეს მხრივ შეიძლება ეს იქნეს გაგებული რაღაც თვალსაჩინით, როგორც გადარჩენის ერთადერთი შანსი. ასე რომ კითხვაზე არის დამოკიდებული, თუ როგორ გაიგებს ამ წერალს და ამ ნაწარმოებს, ამ ტექსტს ზოგადად და რა შინაარსს და რა ინტერპრეტაციას გამოიტანს, ეს უკვე მასზეა დამოკიდებული, ბუნებრივია.